შესაძლებლობები აქვს ამოთამაშეს, თუნდაც ერთი-ერთი ძალიან სახიფათოა, მისი დატოვება და ჩაწოდება აქვს საჯარიმოში, დარტყმა და გაიტანა დიდუბემ ამასობაში გოლი. ვარცხლები კერესელიძე არის აქ გოლის ავტორი, თავით მოახერხა მე-14 ნომერმა ორბის კარის აღება. არ ვიცი, აქ ჩაწოდების შემდეგ მოხდა ეს ყოველივე და შილაძე კარგი იყო აქ. შემდეგ სამუშიამ გაუკეთა უკან პასი ტეფნაძეს. თოდუაზე გადაცემა, შეიძლება შეტევის მომზადება, აბა თოდუა მაღალი პასი გააკეთა ბუშელაშვილის მიმართულებით, უნდა ითამაშოს აქ ბუშელაშვილმა. საჯარიმოში არის უკვე შვედიანი, პასიც გააკეთა, რეკიშის დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში. 1-1 ცვლილებაზე შემოსული დმიტრი რეკიში ახერხებს გოლის გატანას. გამოცდილმა ფეხბურთელმა მოახერხა და გაათანაბრა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. ძალიან კარგი შეტევა იყო თოდუას თავისი გადაცემით და შემდეგ ბუშელაშვილის გაგრძელებით, რომელმაც და პასიც ძალიან კარგი გააკეთა, რეკიშის დარტყმაც ჭკვიანური იყო და ვერ მოახერხა გაბუნიამ რა თქმა უნდა საკუთარი გუნდის გადარჩენა. აი ასე გათანაბრდა 60 საჯარიმოში. ხო. გრძელდება ისევ დიდუბის შეტევა. კიდევ ერთი ჩაწოდება იქნება. კარში დარტყმა პირდაპირ და რა გოლი გავიდა ეს. რა გოლი გაიტანა დიდუბემ. 2-1 ხდება ანგარიში. ბოლო წუთზე, ძირითადი დროის 91 წუთზე გავიდა ისევ დიდუბე.